თქმა მგონია რომ შეკრული უფრო ჯობია. მოგესალმებით. დღეს იქნება ვიდეო. რა გამოვიწერე ტემოდან. ახლა ვიყურები კამერაში და უკვე დამეტყო სწორი კვების რეჟიმი 1 კვირაა. მაგ რეჟიმზე ვარ. ახლა ჩანთა ტემის სამანათებს. ეს ჩანთა ტემოზე არ ვიყიდე, ეს ჩანთა ვიყიდე კორსოში და მე ვიგეტყვით რა მინდა გავაკეთო ამ ჩანთას. კიდევ მინდა გაჩვენოთ სანთლები გავაკეთე ორ ფერში. კამერა არ გადმოსცემს რატომაც ფერს. აი ეს ფერი არის მოვარდის პრო. პლინაი როზე რო ეძახიან ფერს, მაგრამ არ ვიცი ქართულად როგორ არის და ეს ვარდისფერია, ოღონდ აქ სხვანაირი ვარდისფერი ჩემს კამერაში. ეს ჩემთვის გავაკეთე უბრალოდ სახლისთვის, ასეთ სანთლებს ვანთებ და ამას აქვს ლავანდას არომატი, ამას აქვს ტკბილი ფორთოხლის არომატი. აი ასე და ძალიან ლამაზია, სხვათა შორის როცა ვანთებ, სითბოს გრძნობს სასწაულს ამ სანთლებისგან. დავიწყოთ. ესე ამოვალებთ. ესე პირველი რაც არის, ეს არის ხმის სამაგრები გოგოებისთვის. ჩემთვისაც აუცილებლად ვიწერ ტემოდან ძალიან ბევრს. იმიტომ რომ სულ კარგავენ. ცეკვისთვის გამოვიწერე ფერები, ეს საყოველთაოდო. ესეთებია, ნახეთ, ვითომ გაბერილია. ეს რა თქმა უნდა ტემოს ნიუანსებია. მე მოვაჭრე. რაღაც 4 ლარამდე ღირ და აი ას მთელი ნაკრები, მაგრამ მშვენიერია რა. ცოტა ხნით გაერთობიან და იყოფა. ესეთები, ნახეთ როგორ ფსინავს და ბრჭყინავს. მაგრამ ესეთი არ არის კიდე. ესეთი იყო მგონი 12. მგონი 12 ცალი უკვე აღარც არის. ეს კიდევ ერთი ესეთი. აი ასეთი. ესეთი. არა, 6 ცალი იყო შემიშალა. ხო, ერთ შეფუთვაში იყო 6 ცალი და 6 ცალი გამოვიწერე. მეთქი ნახა როგორია. ეს არ არის მყარი, ესეთია, მაგრამ ისე კაია. ესენი ცოტა ისეთ ფერები ეს სადიანოს ცეკვისთვის რა ვუკეთებ. ხოსა ისეთ იქნებს ესეთები, უფრო ჭრილები. რა თქმა უნდა, ბავშვებს უნდათ შემოსვლა მოთხრი, სადაც დედა არის მილიონი. ხო, აქ ჩავდოთ უკან, დავაბრუნოთ. ანუ ესეთებიც ეს ფერებია და სხვა ფერები ყოფილი ჩავდე, იქ უფრო სადა ფერები იყო. ეს ვნახეთ რამდენია. მოკლედ. კიდე აქვთ ძალიან ბევრი. ოღონდ სხვაგან დღეს და იმებს არ მოვიკინე, ისინი წინათ შევკვეთე და აქ მიჩვენებია. შემდეგ ასეთი ტუჩის ბალზამია. მაგრამ მეიცით რა ცოტა შორის ცუდი არ არის. მე თვითონ მინდა ბალზამის გაკეთება ვცადო და მე აქ ჩავდო ჩემი გაკეთებული ბალზამი უფრო იმისთვის ვიყიდე. აი ესეთი საყვარლობა იკეტება და მარჩა. და გაქვს თან. ასეთი кейსი ტელეფონის ხარისხი ისერა, მაგრამ ზაფხულისთვის არის ძალიან საყვარლობა. არც ვიცი რა არის ეს. ცოტა ღია ფერის მეგონა, მაგრამ არ ვიცავს და კიდევ აი ასეთი შევუკვეთე, ნახეთ. შვენერი ტანდემია. ესეთები კი მაქვს ბევრი. მაგალითად, აი ეს, აქ არის უკვე რაღაცები, აი ეს, ბავშვის თმის სამაგრი აქვს. ესენი აქ იმიტომ ილაგია, რომ დახარისხებას ვაპირებ და აი ეს, აქ მინდებს ხოლმე გოგოების თმის სამაგრები, რომლებიც დამაქვს თან ბაღში, იმიტომ რომ სანამ ჩვენ ბაღამდე მივალ და სანამ ჩვენ
ხო მანქანაში ზიან და ესე აერებად ხოლმე თმა და ბაღში ვარცნი, იმიტომ იმისათვის რომ კომფორტულად იყოს და ჩანთაში სადღაც დიდ ჩანთაში არ ვეძებოთ მის სამაგრები, აი ასეთ პატარა ეს არის რატო შვება ესე, მაგრამ აქ ვდებ და ესეთიც ვიყიდე, ძალიან ლამაზია. ბარხატის ნაჭერია მე მგონი. ეს კიდე ვიყიდე, ნახეთ, ამათ ხო ეხლა ბარათები დაურიდეს და მე მაქვს კარტ ჰოლდერი, ეხლა ვიტყოდ გაჩვენო, აი ეს კარტ ჰოლდერი, ოღონდ ეს კარტ ჰოლდერი არის ძალიან კარგი. ეს მე ვიყიდე ძალიან დიდი წლის წინ, ალბათ 8 თუ 9 წლის წინ, როცა სამსახურში მუშაობდი და მჭირდებოდა ბარათებისთვის და ძალიან კარგია, მაგრამ მე უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს, როცა ესენი ამებს დავკიდებ ჩანთაზე. ჩანთას ხო აქვს რაღაც ის ელვა ხო? ელვაზე აი ასე დავკიდებ მაგალითად და იქნება შიგნით აი ასე. მივალ ბაღში, უბრალოდ ამოვიღებ ჩანთიდან, მივადებ და გავაგრძელებ ჩემს გზას. ჩემთვის ეს უფრო კომფორტულია, მარტივია, თან არცად არ დამრჩება, ვხედავ რომ წასაღებია და ერთი სიტყვით ეს ადრიანასია, ეს ამის ციფრებით დავიმახსოვრე, რა თქმა უნდა. ოღონდ ცოტა ის უნდა გადავიცადოთ. ახლავე. ცოტა ადგილი უნდა შეუცვო. არ გაფუჭდი კაცო. კაი, მე რევიზა. ეს კმაყოფილი ვარ. შემდეგი არის ასეთი შუშა ტელეფონისთვის. სელფი კამერით კი არა, უკანა კამერით რო გადავიღო, აი ესეთი შუშა ვიყიდე. ეს ეკრობა მაგსეიფს უკან, თუ აქვს ასე პირდაპირ მიაკრობ, გადაიღებ, აიღებ, მოაშორებ. სულ შეგიძლია არ ატარო. აქვს თავისი სხვა, მაგალითად ერთ кейს, მაგალითად ამას არ აქვს, ხო? აი აქ მივაკრავ და მე ამას მივაკრავ ხოლმე ზემოდან. აი ასე. მოყვა თან ეს ძალიან რაღაცნაირად კარგად მომეწონა შეფუთილი იდო აქ. ასე. ჰქონდა ასეთი გასაწმენდი ტილო. და ჰქონდა ეს დამატებითი ასე იდო და მშვენივრად მომეწონა მეგობრებო. შევუკვეთე. არა, ამას ბოლოს გაჩვენებთ. შევუკვეთე ასეთი რამე. ეს არის საღდგომო დეკორი. საღდგომო დეკორი და რაში გამოიხატება ეს დეკორი. ესე იგი, ზოგადად მე არ მიყვარს ხელოვნური ყვავილები, ვერ ვიტან არ ვერ ხვდები აი ხელოვნური ყვავილები ცალსე სახლი რომ აქვს ადამიანებს, ვერ ხვდები რა გინდათ ხალხმა ეს ხელოვნური ყვავილები, მაგრამ ეს საღდგომო სუფრაზე იქნება ძალიან საყვარლობა თან. ნახეთ, ბარდები არ არის, რაღაც დიდი ყვავილები არ არის. ეს იქნება ძალიან ლამაზი. აი ასეთი არის ორი ცალი. აი ორი ცალია. ესენი შეგიძლია სადღაც დაკიდო კიდევაც და შეგიძლია ესე მიაბა და იქნება ერთიანი დეკორაცია. და რატო ვიყიდე ეს უფრო ამას მოყვა კიდე? მე ხოთით მიყვარს სადღესასწაულო სუფრების საღდგომო სუფრით გაწყობა უფრო მიყვარს ეს პასკების ცხობა და ასე შემდეგ ამ წელს ვაპირებ რაღაც განსხვავებული პასკის გამოცხობას თუ გამომივა გაგიზიარებთ რეცეპტს. მოყვა კიდევ 1 2 3 4 5 6 7 8 აი ასეთი კვერცხი. აქ აქვს ესეთი მისაკრობი ელემენტები სკოჩივით
აი ასე ვაკეთებ. ალბათ შეყარდა. ნახეთ. და მივაკრავს ერთმანეთს. ეს ხო იცით, ხეს რო ვაკეთებ ხოლმე. საღდგომო ხეს ყოველ წელს ვაკეთებ. ეს ბოდიში ყელი მაქვს საშინელ დღეში. ხმაზე მეტყობა ალბათ. კიდე მაქვს სხვანაირი კვერცხებით შარშან ვიყიდე და სხვანაირი დეკორით და მინდა ლამაზი გამოვაწყო. ხო ხდებით რომ მრავალფეროვნება იქნება ჩვენი შარშანი. ხო, ეხლა ძალიან რაღაცა მთავარი. რითიც ვარ აღფრთოვანებული და უბრალოდ მე ტემუსგან ასეთ რაღაცას არ მოველოდი. მე შევკვეთე ბეჭდები. ეს არ არის ვერცხლი, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ძალიან რაღაც კარგი რკინა თუ არ ვიცი რა არის ეს. მოკლედ, ერთი პირველი ბეჭედი, ეს არის აი ასეთი, ნახეთ, აი ასეთი ბეჭედი ფოკუსით. არაკეთებ, ახლა უყურეთ რა ლამაზია პროსტა. ნახეთ. ეს არის რაღაცა მარგალიტი, რომელიც მზეზე უბრალოდ ყველა ფერს იცვლის და არის ყურძნის ფოთლები და სამი ასეთი ქვა. პროსტა ბეჭედმა უბრალოდ გადამრია. ნახეთ რომ აი ძალიან ჩემია, თან ბუნებას აღწერს, ჩემს ბუნებას მიმართ სიყვარულს. ძალიან ლამაზია. მეორე ეს ბეჭედი ხო საერთოდ უბრალოდ გავიკეთებ და გაჩვენებთ. ნახეთ. რა ახალია? ეს არის სახლი, ხე და წითელი მარგალიტი და ალბათ ეს ვარსკვლავები 1 2 3 4 5. ეს არის იმდენად ჩემი. აქაც ნახეთ როგორ არის გაკეთებული. ძალიან კარგად. არის ძალიან არის საკმაოდ მძიმე და საკმაოდ ლამაზი. ძალიან მომიხდა გუშინ რო გავიკეთე, ჩემო მეუღლე მითხრა რომ 100% შენი ბეჭედია. ნახეთ. ძალიან მაგარია. აი პროსტა მე არ მოველოდი სიმართლე გითხრათ რომ იქ იქნება ასეთი ლამაზი და ასეთი ხარისხიანი. რატო არ ცვლის ეს კამერა ფოკუსს მე როცა მე უკვე ვიღებ ჩემს ასეთი ხარისხიანი ასე ვთქვათ ბიჟუტერია ხო? არ მოველოდი, მაგრამ თან ხო იცით მე ოქრო არ მიყვარს და ამას დიდად ოქროს ფერიც არ არის. არის უფრო რაღაც ორევია რა, არ ვიცი რა ფერია, ვერც კი გეტყვით, მაგრამ ძალიან მომეწონა. და ეს ჩამთავი ყიდე კორსოში, ეთო ელვა აუცილებლად ელვის გარშე არ შემიძლია და აქ მაქვს დეკორები, მოიცადეთ გაჩვენოთ. მინდა გავუკეთო ყვითელი ელვა, რომელიც არის აქ ყვითელი ან მწვანე. აი ამ ფერებში მე ეს მინდა შემოვახვიე რაღაცნაირად სახელზე. ესეთი, მგონი ლამაზია ძალიან. ასევე მაქვს ეს და ეს. ეს არის თბილისი. აბანოები, ეს არის ესეთი გული, რომელიც უხდება ამ ფერს. ერთი სიტყვით რაღაც იმის დრო მაქვს. კიდევ ერთი მქონდა დეკორისთვის გამკუთვნილი. ის სად არის? იქით ალბათ. ვნახავ მე კოსმოსი იყო. და ძალიან მინდა ეს ჩანთა გავალამაზო. დღეს მაქვს მე მეგობრებო, ისეთი დღე, როცა წერაკ ბევრ რაღაცებს, წერაკ ბევრ რაღაცებს. ეს ჩემი დღიურები მე გავალამაზე. ხეთ რა ლამაზია.
შენ ყველაფერს შეძლებ და აქ წერია ოშოსგან ძალიან მაგარი ტექსტი. ასევე აქ დავწერე რომ არ დაუშვა რომ შენი ოცნებები გაფრინდნენ და აქ არაფერი არ დავწერე, აქ უბრალოდ ესეთი ნახატია. კონი ამაზე გამოვიდა. აქ დავწერე ყოველი წამითი სიამოვნე. აქ დავწერე დროა სიახლეებით ცადო. აქ დავწერე გქონდეს ჰარმონია შენს თავთან. აქ ვწერ უფრო რაღაც ჩემს პირადულს, ჩემს ფიქრებს, ჩემს მიზნებს, ჩემს რაღაც რაც მაწუხებს, რაც მიყვარს, რაც მინდა რომ მქონდეს და ასე შემდეგ და ეს არის ჩემი ბიზნესისთვის, კონტენტისთვის, ასევე სანთლებისთვის, ყველაფერს აგვწერ და მაქვს კიდევ ინგლისურისთვის ცალკე რვეული და აქ ვწერ კიდევ სხვადასხვა წიგნიდან რაც მომეწონა. ეხლა იქ ბავშვები გიჟობენ, უნდა გავიდე. ბედნიერ დღეს გისურვებთ მეგობრებო, მე დაგიხვენდები ძალიან მალე. უბრალოდ მივხვდი რომ როცა მე რაღაცას ძალიან გეგმავ, ეგ რაღაც და ძალიან დაგეგმილი უხდებ ეს კონტენტს ეხება, მე არ გამომდის და გამოდის ისე რომ რაღაცას გპირდებით, არ ვიღებ, არ ვდებ და არ მომწონს ასე. ამიტომ მე გადავწყვიტე აი ასე გადავიღო. ყოველ დღე რაღაცა ვიდეოები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ჩემს ცხოვრებაში და აი ასე მინდა გადავიღო და ვისიამოვნოთ ჩემი ვიდეოთი, ასევე მე ძალიან მომენატრეთ, ძალიან თუნდაც ჩემთან ხართ და რჩებით და არ მოგიხართ და კარგ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.